ტყემშვიდობის გაუმარჯოს. აქ შემოვაფარებ ცოტა ხნით თავს, გარეთ არის ყველანი. და დავლიო პირველი ყავა. პირველი ყავა დღევანდელ დღეს. დღეს აქეთ არ დამილენია. ბევრი სახე იყო ძალიან. გამარჯობათ, რა ფერ ხართ და როგორ ხართ? ფენთავი შორთ მას და ასე იყოს. ეხა მოვედი და ჩვენ ეხა მქონდა ინტერნეტთან წვდომა და ძალიან ერთი სული მქონდა, რომ მენახა გუშინდელ ვიდეოსთან ისინი რა ქვია რა კომენტარები და რაღაცა, იმიტომ რომ წუხერაც ჩავწერე და რაც მოვასწარი პასუხი გავეცი, ეგ იყო და ანუ მინდოდა რომ რომელიმე პასუხგასაცემი არ დამრჩენოდა. გუშინდელ წუხანდელ ვიდეოზე ვამბობ, რომელიც ჩაიწერა ადამიანურ დონეზე გასაგებად. თუმცა არა, ახსნა ხო ადამიანმა გთხოვათ, რომ ჩემი ვიდეოს ქვეშ არაფერი არ დაწეროთ და თქვენ ვითომ პატივს რო სცემთ, მაინც აგრძელებთ. და გგონიათ, რომ ამით კარგს უკეთებთ? წეღანაც თქვა და ვუყურებ ხოლმე. მით უმეტეს, როდესაც ეხა დრო მქონდა და იქ სანამ ის მოვაწესინე ნაუშნიკებით და რაღაც. ეს მისთვის კარგია. ყველასთვის კარგია, როდესაც ადამიანი უყურებს ვლოგს. ხო და ერთ სიტყვით დამაინტერესა კომენტარებში რა და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა თქვა, რომ კომენტარებში ნურაფერს მიუწერთო, მაინც აგრძელებთ და გონია, რომ კარგს აკეთებთ. არა. ხო, სხვადასხვა უხერხულობაში რო ჩავდოთ ადამიანი, თავისუფლად შეგიძლიათ ჩემთან წეროთ. არ ხართ დაბლოკილი. ხო, ერთი არის დაბლოკილი, მზე გამარჯობა მოგესალმები. როგორ მოგესალმო, არ ვიცი, მაგრამ მოგესალმები. შენთან გასარკვევი არაფერი მაქვს უკვე, იმიტომ რომ საკმარისად მაგრამ არ გინდოდა და კაი, კარგად. კიდევ ვინ იყო? ხო, ყველაზე კარგი რა არ ჩამოთვლიდა რაღაცა, უბრალოდ კომენტარებთან დაკავშირებით მინდოდა რომ მე თქვა რა, ჯერ რამდენიმე რომელსაც ესეთ შეჯახებასავით ჰქონდა ძალიან გამიხარდა რომ მივედით ერთ აზრამდე და ერთ დასკვნამდე. ეგ ყველაზე მაგარი რამეა. ყველაზე მაგარი რამეა. შემეშალა, შეგეშალა, შეეშალა, მაგრამ ეს ყველაფერი 1-2 მიწერით, მოწერით დამთავრდა. ჩვეულებრივ დამთავრდა. ეს არის კარგი. კარგი არის და ეს არის შეგნებული ადამიანის საუბარი. იმიტომ რომ რატომღაც ძალიან ადვილად შეგვიძლია გუშინაც ვთქვი რა, ადვილად შეგვიძლია უცნობ ადამიანებს რაღაცა ცოტა ისა შემომჩნევთ კომენტარებში აგრესია და რაღაცა ისევ ასე იმოშვებით ხოლმე რა, უპასუხობთ ერთმანეთს. მივხედავ, არა, მე მივხედავ შეეშვი. არის დაკეტო ბოლომდე იყოს მასე. ხო და ჩემთან კომენტარები არაფერი არ დაწერილა ისეთი, არც იქით და არც იმაზე. ჯერ იმას ვიტყვი, რომ როდესაც წეღან ეთომაც თქვა, როდესაც ადამიან ერთ-ერთ ბლოგერის ქვეშ იწერება სხვების შესახებ. და რა ხდება? ვერ შლი კომენტარს, გინდა წაშალო კომენტარი, მაგრამ ვერ შლი კომენტარს, იმიტომ რომ თვითონ ვინც კომენტარს წერს, შენთან კარგი დამოკიდებულება აქვს, რაღაცა არ გინდა ესაწყენინო, მაგრამ თან გინდა წაშლა, იმიტომ რომ შენ დაუნებურად იჭყრიტები შუაში და ესეც არ გინდა. მაგრამ ძირითად შემთხვევაში ჩემთანაც იშლება ხოლმე, როგორც აი იყო შემთხვევა, მიტან-მოტანი შემთხვევა, რომ იყო, რომ იციო შენზე იქაო კომენტარი დაიწერაო, ჩემთანაც იყო, როგორც ანალოგიურად წეღან ეთო ამბობდა, ჩემთანაც იყო, მაგრამ რატომღაც ხალხს ავიწყდება, რომ ანუ ადამიანს 24 საათი ინტერნეტთან წვდომა არ აქვს და დილით თუ დაიწერა კომენტარი და
სიტყვაზე იმ საღამოს თუ არა და მეორე დღისით შევიდა ადამიანი ნახა წაშალა, აი სანამ წაშლის იმ დროს ატყდება ხოლმე იცი იქ შენზე დაიწერა და ამ დროს ისიც იჭყლიტება, ისიც იჭყლიტება და ისიც იჭყლიტება. ეხლა ანალოგიურს აკეთებთ ისევ. აქ წენაზე და აქ ვაიმე ეს როგორ დაწერა, ამაზე აღარ არის ლაპარაკი. საერთოდ აღარ არის ამაზე ლაპარაკი. ხო, რამდენიმე დაწერა საქმის გარჩევები და საქმის გარჩევა არ არის. ეს არის ლაპარაკი, ეს არის დიალოგი. არა მაქვს საშუალება ადამიანთან პირისპირ ვილაპარაკო, ხო? არა მაქვს საშუალება ჩემს ვინც კომენტარებს წერს პირისპირ ვილაპარაკო. ეს არის ერთგვარი დიალოგი. დიალოგი იმიტომ ქვია, რომ ჩემთან შეგიძლიათ კომენტარები დაწეროთ, რო გგონიათ და ასე რო იწყებთ, რომ შენ ახლა შეგიძლია დამბლოკო, არ გბლოკავთ. საერთოდ არ გბლოკავთ. იმასაც კი არ დავბლოკავ. როგორ იყო კატერინა თუ რაღაცა მოკლედ. თუ სწორად თუ დიდი ასოებით იწერია ეთოსთან. წავიკითხე და აი გავოცდი მართლა. ჯერ ის რომ გუშინდელი ვიდეო ახსნა განმარტება და თავის მართლება არ იყო. არ იყო არანაირად. რა ვიცი, თუ გინდა ახლიდან მოусვინე. ეს იყო თავიდან ახსნა განმარტება როგორ გაგების დონეზე რომ გაეკო ხალხს. და კარგად იცით ბოლოში რა დასკვნაზეც მივედით. ხო, ეს იყო. თავის კარგად ზის თავს იმართლებსო და როგორ მიხედოს თავის მათხოვრულ წარსულს. კაცო დავფიქრდი. ანუ მათხოვრული რას ქვია, რომ იჭირდა, რომ გვიჭირდა ალბათ? ხო? ალბათ. ხო. ეგ არ მიტყდება. მე არ მიტყდება. დიახ, გვიჭირდა, მაშინ ყველას უჭირდა. სულ ყველას უჭირდა მაშინ. იმ პერიოდის ვინც ვართ, ბავშვები და იმ პერიოდის ოჯახები. ეს საერთოდ არ მიტყდება. თავის მათხოვრულ წარსულს. კაი, მანდ კაი, ესე იყოს. მეორე ის რომ ჩემ ტელეფონია არის ინტერნეტი შეგვნით. მათხოვრი 2%-ზე. 2-ზე? შეერთე მაშინ ცოტა ხანი. რაღაცა ხო, მაგაზე შევთანხმდეთ, მაგრამ ეს მათხოვრული არ იყო, ეს გაჭირვება იყო. და კიდე მეორე ის, რომ სასაცილო ხახრას წერით. ფულზე და დაფეთებულ ოჯახზე, ჩვენზე. რა ვიცი, თუ მუშაობ და ხელფასი იღებ და რაღაცა, ის ფულზე დაფეთება არა. ისე რო იცოდეთ, მაინც. მაგრამ იქ ნუწერ, იმიტომ რომ ადამიანს ანუ უხერხულ მდგომარეობაში მოვაგდებ, ჩემთან შეგიძლია დაწერო. აი თავისუფლად შეგიძლია დაწერო. არ ხარ დაბლოკილი. და ძალიან დიდი სიამოვნებით და ყურადღებით მოვისმენ შენ კომენტართან დაკავშირებით აზრს. რომ რატო დაწერე ეს, ხო? მართლა მაინტერესებს. და აი მას საერთოდ ვერ ავხვდები, როდესაც სიტყვაზე ერთი ადამიანი არ მოგწონს. მე არ ვამბობ და მე არ ვეუბნები ვინმეს, რომ უნდა გინდოდე და უნდა მიყურებდი, აუცილებლად უნდა მოგწონდე. ეგ მეც ვიღაცა მომწონს, ვიღაცა არ მომწონს. მაგრამ იმას ხო არ ნიშნავს ეგ, რომ რაღაცა დაწერო, უბრალოდ რომ დაწერო. იმიტომ ისე დაიმათ ამბობ, რომ რა ვიცი, თუ მიცნობ, შანსი არ არის, მაგას არ დაწერდი. და ძალიან დაბალი დონეა, როდესაც ერთი ადამიანზე კონკრეტული ლაპარაკი და გადასწყვეტები ოჯახს. ოჯახში ბევრი ვინმე შედის, იქ დიდია და იქ კიდე ბავშვები არიან და რაღაც. ეს ძალიან მართლა მაგრად მაინტერესებს. რომ რატო დაწერე? ჩემთან გადმოდი და დაწერე, იმიტომ რომ არ ხარ დაბლოკილი და უბრალოდ მაინტერესებს ამ ხელა აგრესია საიდან აგაქვს. გუშინ ქონდა ეგრეთ წოდებული ანა მარია, ასეთი წერია, მოგესალმები, ქონდა დამემოწმება აქ კომენტარების ქვეშ. თუ გინდა მე ჩაუცხედით და წაიკითხეთ, ყველას გაქვთ უფლება. თუ რომელიმეს არ გაქვთ უფლება, ძალიან ბევრს ავხსენი ბლოკი. მე ხო რამდენიმე ერთი კვირის წინ თუ ორი კვირის წინ თქვი, რომ აღარავის არ ბლოკავ, მეთქი და
ვისაც აი დაეჭვებით სადმე შევხვდები რომ ის ჩემთან წერდა და საავარაუდოდ შეიძლება იყოს დაბლოკილი ყველას ავხსენი თუ კიდე ვინმე შევხვდება კიდე ყველას მართლა ავხსნი უბრალოდ YouTube-ში არ გროვდება ესე რომ აი ამას ახსნა ამას ანუ არ არის რა ის ადგილი სადაც ეს ხალხი გროვდება თუ ესე შევხვდები ხოლმე და წარმოვიდგენ რომ შეიძლება თავისი რაღაცა რა არ უნდა დავბლოკე ხო აუცილებლად ყველას ავხსნი ჩემთან არ ხარ დაბლოკილი იმიტომ რომ სავარაუდოდ არ მინახი მართლა არ მინახი აი ეს გელაპარაკები ისე არა მარტო ერთს აი რამდენიმე ადამიანი იყო მართლა გელაპარაკებით ისე მართლა რომ აინტერესებს რა ანუ ამხელა აგრესია საიდან და ეს ცოდნა საიდან ის ცოდნა რომ ჩემს მათხოვრულ წარსულზე აქ ლაპარაკი და მართლა მაინტერესებს მაგის შესახებ ეხლა ვეგეტყვი რა კომენტარზეც ვამბობ იმიტომ კი არა რომ განხილვას ვაკეთებ და რაღაც მართლა მაინტერესებს და ვისაც გონია რომ აქ საქმე ირჩევა და რაღაცა ეგი არ არის და რო წერთ რომ ისაო საქმის გასარჩევი რაღაცა გახდა ეგი არ არის ადამიანი ხარ ხნო იმიტომ რომ ეს არის საუბარი და დიალოგი მე პირადად ყველას ხო ვერ დაურეკავ მე საქმე არა მაქვს ეხლა რომ ახლა იმაზე თქვენს პირადში და რაღაცაში არა ჩვენი საშუალებაა ის რომ ვიდგეთ და ვისაუბროთ ხო მე იმას არ ვამბობ რომ ან მე არ შემეშალა ან ვინმეს არ შეეშალა ვინმე არის აქ ისეთი რომელსაც რამე არ ეშლება ადამიანი როდესაც რაღაც მომენტში არის გაბრაზებული რაღაც მომენტში კარგი უკვე და მე რამდენად და რაღაცა დაახშფოთდება და მე სიტყვაზე ის უკადა ეგ არ არის ცუდი და ესაც თავის მართლება არ არის თქვენ სხვანაირად გესმით კიდევაც გითხარით გუშინ რომ ვინ სად და როგორ დადის ტაძარში ეგ სადაც საჭიროა ის გაარკვევს რატო როგორ და რანაირად და რასაშვებ მაგას შეეშვი ხო აი ესა მზემზე ეს მიშა და ივანიშვილი საიდან მოდის აქ არ ვიცი ხო კიდე ერთი რაღაც ძალიან ბევრი ადამიანი არის რომელიც ჩემთან კომენტარებს წერს და მე რო სადმე დაწერა ხოლმე კომენტარებს რაღაცომღაც გონიათ რომ აი თუნდაც ნებისმიერი ვლოგერის მაყურებელი ხარ ხო მაგალითად და ჩემთან დაწერე რომ რაღაცა არ მოგწონს რაღაცა ის ანუ მე უნდა ვიფიქრო რომ იმან გამოგზავნა ხო ჩემთან რო არიან თუნდაც რომ ვახსენებ ხოლმე ხალხს არა ერთს სხვათა შორის და სადმე დაწერე ჯერ ხო იმაზე იგეშებიან და მე კიდე იგეშებიან ვისთანაც იწერება ხოლმე ხშირად მათი კომენტარი ანუ მე ეს ხალხი არ მყავს დაბმული და არ ავუშვებ ხოლმე და არ ვეუბნები რომ ეხლა ანის გააკეთე იმათ თავისი აზრი აქვს და ნამდვილად არ ვაპირებ რომ ვინმე ვაკონტროლო სად რა დაწეროთ თქვენ რა გონიათ ნუ თქვენ რა გონიათ მე გვიცი ნუ ეხლა ამაზე აღარ მაქვს ლაპარაკი ეს რაღაცა ეს რაღაცა ცინიკური კომენტარი მაინც ვერ გავიგე, მაგრამ მაკა გობელიაო თუ სწორად წერია, გობელია. ხო, სხვათა შორის 1 საათის წინ ახარ დარეგისტრირებული. ხო და ჩემთან არ იქნები დაბლოკილი და ჩემთან დაწერე. ვინ ანუ ადამიანი, როდესაც ვლოგს დებს, თუნდაც სადაც დაწერე. ის ადამიანი, როდესაც ვლოგს დებს, ვიდეოებს დებს, ხო? არ ამგონია რომ ჯერ თათბირი ჰქონდეს, ხო? ან რომელიმე ვლოგერს თათბირი ჰქონდეს კომენტატორებთან თუ კომენტარებისგან და მერე დადოს ვიდეო. ეგი არ ახდება. თქვენ წარმოდგენაში როგორ არის, მაგრამ ეგი არ ახდება. ხო და რატომღაც გონიათ რომ ვიღაცის თავ მოხვეული ვიდეოები იდება ხო? არ არის ეგრე. ნებისმიერი ვლოგერი დამერწმუნება მაგაში რომ მასი არ არის. და ამ კომენტარებით კიდე იმ ადამიანს აყენებთ შეურაცხყოფას ვითომ რომ
რაღაცა პატივს ცემთ. ხალხი არის აქ, ხარებას გილოცავს, ხალხი არის რაღაცა, არა. აი, კიტანა 29. ჯერის რომ კიდე ჩემზე არ არის, კიდე სხვა გყავს ნახსენები და ამაზეც მაგარ უხერხულობაში უნდა ჩააგდო ადამიანი. ჯერ ის არ არის ხო ლამაზი? ხო ეს ხიხო რაღაც ახალი ის არის, სიტყვა ხიხი. კაი ჯადაბა. და პრობლემა. ხო აი ეს კომენტარი. ამ მანანა მათიაშვილმა თავის მათხოვარ წასულს მიხედოთ მთელი ოჯახი ისეთი დაფეთებულები არიან ფულზე მსგავსი არაფერი მინახავს. ვითომ მართლმადიდებელი. ანუ წარსულზე ვფიქრობ ახლა, ჩაუღრმავდი. არც ახლა იმ ხელა არა ვარ, რომ ბაღიდან მახსოვს ჩემი წარსული. და იმას ვფიქრობ კიდე, რომ ფრჩხილები როდის წაგაცალე, როდესაც ფული წაგართვი. და თუ მე ჩემს შრომით ფულს შოვრობ, გინდა დაფეთება ეძახე მაგას და გინდა კიდევაც გეუბნე, აი ხა ეს შევალ შენს არხზე და ნახავ, შენ არ ხარ ჩემთან დაბლოკილი. არ ხარ, დაწერე, რატო აყენებ ადამიანს უხერხულ მდგომარეობაში. აი, ნახავ. თუ ვინმე მხვდება, ავხსენი ყველას ბლოგი. თავისუფლად შეგიძლია ჩემთან წერო, თავისუფლად. დამიწერე და მითხარი, მზე შენც აღხსნი ბლოგს. არა, შენ უკვე აღხსენი სხვათა შორის კაიხანი. იმიტომ კი არა რომ რაღაცა, არა, ყველას უნდა ჰქონდეს დაწერის უფლება. არავის აღარ ბლოკავ. მართლა გეუბნებით, რომ ყველას ხსნი ბლოგს ვინც ხვდება. იმიტომ რომ იყო შემთხვევა, გუშინდელი მაგალითად მაგას ვამბობ, რომ მარიამს კიდევ ეტყვი, ქონდა ჩვენ და არაერთი სხვათა შორის ადრეც იყო რაღაცაზე ვერ თანხმდებია და მე რაღაც მან იმას ხوار ნიშნავს, რომ თავპით ჩამოახიო ერთმანეთს, ხო? დღეს მე გავატარებ, ხვალ შენ გაატარებ, მე ვისწავლით რომ უნდა გავატაროთ და პატივი ვცეთ ერთმანეთს, ხო? იმიტომ რომ რაღაცა დონეზე ადამიანი როდესაც ან არის გაბრაზებული რაღაცა ხდება. ოჯახშიც ხდება, ხო ეგეთი რამე ხდება, არამც თუ უცხო ადამიანთან. მაგრამ ძალიან კარგად მიველით ერთ დასკვნამდე, რომ შეიძლება არ ვიყოთ ერთ აზრზე, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს. მე მიველი მაგ დასკვნამდე. გუშინ ეგ ვიდეო მაგას ემსახურებოდა და საერთოდ არ იყო თავის ვართლების ვიდეო. მზე. ჩვენ დავიწყეთ რაღაცა კარგად, მე რაღაცა პოლიტიკურად და აი მანდ გავიჭედე ორ ჩემს გამომწერ შორის, სიტყვაზე ვამბობ, კიდე სხვა ბლოგერ შორის და არ ვიცოდი იქ კომენტარი წამეშალა, იქ ის მემართლებინე იქ. ხო მოყვა მაგას. მე რაღაცა, ხო, აღარ გავაგრძელებ. ჩვენ ვიცით ეგ. ვუსმინე და შემცვა მის მაგილ. ანუ რატო შევხვდო იმ დასკვნამდე რომ მიველი რომ კარგი თქო, всё თქო, ეს მაგას ვეუბნები. მას მისენაზე იმასია რომ აცდები უგრიხე კისერი, ამდენივე შილასაც ეს შორინეს ბაბასთან. ხო, ეს არის ჩვენთვის რაღაც ადამიანს მეგობარს რო ახსენებ და რაღაცა პაპასთან გავშვებ, ეს დაბლოკვას ნიშნავს. არავისთან არ უშვებთ, ხო? აი ხა ხო შენ ახლა ვფიქრობდი რომ შენც ჩემთან დაბლოკილი იყავი, მაგრამ მაკო გაბელია არ ხარ დაბლოკილი, ჩემთან დაწერე. და გვპირდები რომ არ დაიბლოკები. ძალიან ბევრს ახსენი ბლოკი ამ კვირის მანძილზე, სადაც ესე მხდება. ხო ეს ახლა სხვებზე ძალიან ბევრი ქართველ ბლოგერებს და ზოგადად როდესაც ესეთ ოჯახიდან თუნდაც ესე ყავაზე და რაღაცაზე ვიდეოს დავდებთ ხოლმე ერთი და იგივე მაყურებელი ყვავთ ხალხო და ეხლა ესენც ანუ ამ რაღაცა უთანხმოები ის იმაზე წერს ეს აღარ იქნება. გუში რო ვიდეო ისა ვქენი ჩავწერე. კიდე ანუ ეს ვიდეო ახსნა განმარტება არ არის, კიდე მაგას ვამბობ. უბრალოდ
არ არის ლამაზი, როდესაც ვლოგერი კი არა თქვენ აგრძელებთ. თან ითხოვა არაერთმა, რომ ეს აღარ გაკეთდეს, მაგრამ კეთდება. მაინც. ეს შენ ის გიქენი, მოიცადე? არა, შენ ახსნილი ქონია. პისტი დადიანი. ჩვენც კარგად დავიწყეთ, მაგრამ რაღაცა აგვერდაგვერია. ხო, შენ დაწერე რომ ის არისო. შურის მაძიებელი. შურის მაძიებელი სხვა რამე არის. სავარაუდოდ შენზე უნდა მეძია შური რამეზე, ხო? ანუ მაგალითად რომ მოიყვანე ეს და იმათ რო დაწერე, ხო? გიწერენ კიდეც ეს შურის მაძიებელი სასაცილო კომენტარიაო. გიწერენ ჩვენი ერთი და იგივე მაყურებლები. მე რო რამდენიმე ხნის წინ და რამდენიმე დღის წინ 2 თუ 3 ვიდეო ჩავწერე Facebook, TikTok და YouTube აი ეს რო ანგარიშის ნომერს რო გვადებენ თვალებზე, იმას კი არა რომ ეთომას თუ თქვა რომ ანგარიშის ნომერი მეც მიდევს. ძალიან ბევრს უდევს. ძალიან ბევრს უდევს და არ არის ეს, იმიტომ რომ ერთ-ერთი არასავალდებულო, მაგრამ თავარი ველია, სადაც შენი მონაცემებთან ერთად უნდა შეიყვანო. სადაც უნდა შეიყვანო და შეგიძლია შეიყვანო. ჩვეულებრივი მოვლენა ეგ მარტო საქართველოში არ ხდება. ყველგან ანუ სახელი გვარი ასაკირო წერია და შენი მონაცემები რო წერია, იქ ანგარიშის ნომერი ის ველია, სადაც უნდა ჩაწერო. და მე გინდა დაეხმარები, გინდა არ დაეხმარები. მაგ დახმარებაზე არ ვლაპარაკობ. საერთოდ არ მილაპარაკია მაგ დახმარებაზე. თვალებზე რო გაკრული მაგაზია ლაპარაკი. და 24 საათი რო გრიალებენ რესტორნები, მანქანები და რაღაცას არ იკლებენ და ლაივებს არ თავენ და ფულს გთხოვენ, არ მოითხოვენ. 2 და 3 ლარი არა, 10-20 ლარი. ამაზია ლაპარაკი. და არავის ხელებს არავის არ უგრევ, ვისაც უნდა ისევ ჩაურიცხოს, მაგრამ რატო? თან შეურაცხყოფას რო გაყენებენ და გავალდებულებენ, როგორ კაც ამდენი ხანია მიყურებ და ფული არ უნდა გამირიცხო. აი ასეთ ხალხზია ლაპარაკი. იქ კიდე კუთვები ის იმაზე თუ მე პირადად მინდა ადამიანზე ლაპარაკი, როგორც გუშინ ვისაუბრე, აი ესე მივმართავ. ზოგადად არ ვლაპარაკობ. ეხლაც იმიტომ ავიღე ეს ტელეფონი, რომ პირდაპირ გითხრა. ხო, აი ეხლა ესა. მაი αφიანი კომენტარები ნახე აქ და აზრი არა აქვს ლაპარაკს იმას, რომ ადამიანი ცდილობს, რომ გონსმოდის ცოტა რეებს წერს, სიამოვნებას განჭეს ეს ბოროტული კომენტარი. ანუ ის სინამდვილეში არ ჩემთვის არ გინდათ კარგი. მაიაზე არ მაქვს ლაპარაკი, აქ რაც იწერება და არც ეთოზე და არც სხვაზე და არც სხვაზე. ანუ საერთოდ არ გაიგე. უბრალოდ თქვენი შხამს დებთ, თორე ამ კომენტარებით ამ ადამიანს ისევ უხერხულობაში ჩააყენებთ და მე გუშინ თქვი, ესე მოტანი და რაღაცა აღარ იქნება ჩვენი ერთმანეთში დარევა და რაღაცა. იმიტომ რომ თავიდან ამით მოხდა. ეხლა ნახე ჩირკი მოსცხოთა, ვიცი, შენ მაინტერესებს ხარ თუ არა ჩემთან დაბლოკილი. 1 წლის წინ ხარ შემოსული. ხო, მომხარების დამალვის გადაბლოკილი ყოფილი ხარ. მოხსენი ნანი ცოდილიშვილი. ამ კომენტარს წავიკითხო. ჩირკი მოსცხოთ ოჯახს თავისი უტვინოებით, რა მაგი საქმე ვის რა დაეხმარება. ნამდვილად არ არის ჩემი საქმე ვის რას დაეხმარება. მაგრამ ის რაზეც მე ვილაპარაკე, ეგ სხვა რამეა. რა თვითონ ჩუმად არიღებს ევროებს, მანქანა რო შეცვალეს და რემონტებს აკეთებს, როგორც იგივე საკეთები უნდა ჩუმად იყო, არ უნდა ალანწყინოს ხები გამომწერებს. მაია საფუწერია მე რატო წერთ და აგდებთ შუღურსო. რაო შეიძლება YouTube-ს კი არა TikTok-ებში შეძრება მეთვეში მელასავით არიღებ. ანუ ევროებზე მაკა გობელია. ძირითადად
შენ გაქვს ადამიანსატო ნაყრები, ანუ გეუწერე რატო აყენებ ადამიანს უხერხულ მდგომარეობაშიო. ეხლა ამაზე აუცილებლად მკითხავ. მადლობა იმისთვის, რომ იცავ ადამიანს კი არა და მე იმიტომ რომ ეხლა ისევ დამცველები გამოვლენ. მაია ჩემი სოფლელია YouTube-ით გავიცანი სხვათა შორის ძალიან ახლოს და ძალიან კარგი დამოკიდებულება გააქვს. და მე რავის არ ვუკრავ ტარს, უსამართლობა ასე სხვათა შორის პირადწყენა სხვის ბლოგში რომ იხსენე და ნიშის მოგებით წერ. ამით ეთოს კი არ იცავ პირიქით ელოდები ამ სიტუაციას და ამით ვამთავრებ. ანუ მართალი ადამიანი. ეხლა რაც შეეხება ამ კომენტარს, ამით ამას წავიკითხავ და ამით დავამთავრებ. მაკა გაბელია. და სხვასაც ეწერა რა და აღარ მახსოვს ის სავარაუდოდ აღარ არის წაშალა ეტყობა კომენტარი ეთო წასაშლელიც იყო. ამით და იმას ვიზავ, იმიტომ რომ ჩემზე იყო ძირითადად განხილვა, ამას ზუსტად ვიცი რომ არც ეჭვის დონეზეც არ მაქვს რომ ამ კომენტარების მერე ისე უხერხულობაში ჩააგდებთ ამ ადამიანს, მაგრამ ისიც კარგად ვიცი რომ წვდომა არ აქვს ინტერნეტის რომ წაშალოს კომენტარები. ჩემთან დაწერეთ, აი ხა ძალიან ბევრს მოგხსენით ბლოგი. ევროებზე იყო ლაპარაკი და მართალი ხართ. ჩემთან დაიწერა ალბათ ის კომენტარი გაქვს ნანახი. რომელი კომენტარიც, როდესაც მესიჯი მოდის, ალბათ ყველა მიცით რომ რეკვესტებში იმალება მესიჯები და თუ არ შევედი მე აი ესე სპეციალურად წითელს ანთებს რაღაც და წითელი ის არის ხოლმე რომ რაღაცა მესიჯია მოსული. თუ არ შეხველი, რა თქმა უნდა, ახალ მესიჯს მეგობრებში რო არ ყავს, არ გიგდებს და ერთმა ადამიანმა თქვენ რო გონიათ რომ აი ეს აშვებულები და გაშვებულები მყარა, სულ სხვა ადამიანმა სკრინი ჩამიგდო კომენტარის კომენტარში ვიღაცა წერს რაღაცა თანხასთან დაკავშირებითო და არ გაქვს ნანახიო. ჩემთვის უცხო ეგ კომენტარი გაქვს ნანახი და არ ხარ მტუანი და ეხლა გაგიმარტავ მაგას. გამიციდო იყო. ესეთი კომენტარი იყო. მინდა რომ ანუ პირადში მოგწეროთ ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ აზრს გეტყვი რომ ესეთი კომენტარი იყო რომ მინდა რომ დაგეხმარო და სავარაუდოდ საკმაოდ დიდი თანხა ეწერა. კომენტარში ვეწერა საკმაოდ დიდი თანხა. 4 ციფრიანი თანხა. და ეს იყო ჩემთვის შოკი. ოღონდ ეხლა გეტყვი რისთვის იყო. მე ამ ადამიანთან დღესაც მაქვს ურთიერთობა ძალიან კარგი. ამ ადამიანმა ნამდვილად შემომთავაზა კი ევრო იყო. ნამდვილად შემომთავაზა, ოღონდ რემონტისთვის არა. იმ პერიოდში ცეკვიდან მიდიოდნენ იტალიაში და მე არ გავუშვი, ვერ გავუშვი, იმიტომ რომ ჯერ ის დაგავიწყდა, რომ მე რემონტი უკვე დაწყებული მქონდა. და ამ ადამიანმა შემომთავაზა ბავშვების დაფინანსება, რომ მე იტალიაში გამეგზავნო. და მე ეს თანხა არ ავიღე. იმიტომ რომ ელემენტარული იტალიაში გამგზავრებას იქ საბუთები, იქ ყველაფერი და უკვე დამთავრებული იყო, გადაწყვეტილი იყო ვინ მიდიოდა და ვინ არა. ჰა გამოვალ ეხლავე. საროჭო მოგიტანს და ხო, სად ვიყავი და დიდად აღარ გავაგრძელებ რა. იმიტომ რომ მართლა უკვე ზღვარს ცდება ეს გაწევ-გამოწევები და რაღაცეები და არ შეიძლება. კიდევაც ვამბობ. ეს თავის მართლება არ არის. ეს არის დიალოგი და საუბარი. აი მე კიბებზე ავირბინე და ჩავირბინე და დავიღალე. იყო შემოთავაზებული 4 ნიშნა რიცხვი ევრო. ჯერ ის შუაღამისას ნახეს, ნინო ჩავიყვანე დაბლა ტუალეტისთვის და ფანარი რო ავანთე და სანამ ველოდებოდი, ანუ ნახე რომ მესიჯია მოსული და მაშინ მომივიდა ეს სკრინი და ეს ნამძინარავს რომ ამ 4 ციფრ ნიშნს ევროს დავხედე და 4 ციფრიან იმას რიცხვს. აი მე იცი როგორი აი რაღაცა მომივიდა რა, როგორ შეიძლება უცხო ადამიანმა ესეთი რაღაცა გითხრას და
მე პირადში რომ ნახე, მოწერილი იყო ამ ადამიანის მიმართ. დღესაც მაქვს ძალიან იდეალური ურთიერთობა ამ ადამიანთან და მოკითხვით და ყველაფრით და ერთი წელი არ არის, მაგრამ ზაფხულიდან ხო, რა სადღაც მაისში იყვნენ მეგონი იტალიაში. აი ეგ პერიოდი იყო აპრილიდან, აი ეს თქვი. რა თქმა უნდა, მე ხა იმ შუაღამისას ხوار მივწერდი, მე რა ვიცოდი ხა ზუსტად საიდან იყო რაღაცა რანაირად. ხო და ეს თანხა იყო ჩემთვის საკმაოდ დიდი რა. და ნუ მივწერი ამ ადამიანს და რომ მითხრა, რომ ბავშვები აუცილებლად გაუშვი და მე დავაფინანსებო, უარი უთხარი. უარი უთხარი, იმიტომ რომ ჯერ ის ერთი რომ ამხელა თანხა აიღო უცხო ადამიანისგან მიუხედავად იმისა, რომ გაძლევს და შენ ხო არ თქო გაძლევდა და თან იმასაც მეუბნეოდა მატყუებ შენ, იმიტომ რომ არ მართმევ ახლა. და ფიზიკურად ვერც საბუთებს ვერ მოვასწრებდი, ვერც ნუ მოხდა ისე, რომ უარი უთხარი და არ ავიღეს თანხა. აი ასე იყო. შენ ეს კომენტარი გაქვს ნანახი. და რო არ იცი, აუცილებლად უნდა გითხრა. ხო, რაც შეეხება იმას თუ რემონტი უკვე დაწყებული მქონდა. და მანქანა უკვე შეცვლილი იყო. მანქანა იცი რატო იყო შეცვლილი? იმიტომ რომ ის ძველი მანქანა ხელი დავაგორებდით უკვე და აღარ შეძლო გჭირდებოდა. და მაგიტო შეიცვალა. და კიდე ეგ პერიოდი იყო, როდესაც რემონტის თანხას ვაგროვებდი და მინდოდა რომ ვინც ძველი მაყურებელი ხართ, იცით რომ მინდოდა რომ რემონტი გამეკეთებინა და გოგოები გადმომიყვანა და რაღაცა. ეს თანხა წავიდა ცეკვის ამბავში ივანე რომ თურქეთში წავიდა. და რადგან 3 წელია თუ 4 წელია რომ მინდოდა, რადგან ლაშა მანქანისთვის თანხა გამოიტანა, ცოტაც გამოიტანა და ეს გავაკეთეთ. ეხლა რაც შეეხება ფულის აღებას და ჩარიცხვას და რაღაცას და აი იმას არ ურიცხავენ იმ ხახნო, როდესაც ადამიანს დახმარება უნდა ძალიან კარგად მოგძებნის, გინდა პირადში, გინდა ისე. ეს ხო ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ეხლა მე რომ მინდა და ვიღაცას ჩაურიცხო ფული თუ მივცე ფული და ამან მითხრას, რომ აი ეს არ გააკეთო, ის მაინც გააკეთებს, ხო? ანუ ეთომაც თქვა ხელებით რომ გადამიგიხონ, მაინც ხო გავაკეთებ იმას, რაც მე მინდა. ხო და რაც შეეხება ამ ჩარიცხვებს, კი ჩამირიცხეს. აი ვიდეოშიც თქვი, იმ ადამიანმა მომცა იმ თანხაზე უარი უთხარი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე იმას რისთვისაც მადლობდა, მე იმას ვერ გავაკეთებდი და არ გამოდიოდა და არ გამოვარდი. თუმცა ამ ადამიანმა მომცა ფული. მაშინვე ვთქვი, რადგან ვიყიდე ჭაღიმის სახელზე გოგოებისთვის, ვიყიდე რაღაცა ნინოსაც ვიყიდე რაღაცეები, ოღონდ ამ ოთახისთვის, რა თქმა უნდა. და არა მარტო ის გამომიგზავნა საწოლის გადასაფარებლები, ჩასაცმელები, ეს ყველაფერი. კიდე ყოფილა, ძალიან ხშირად ყოფილა, როდესაც ამანათიც გამოუგზავნიათ და თანხაც უჩუქებიათ, ნინოსთვისაც უჩუქებიათ. გერმანიიდან ბელა მოგიკითხა თუ მიყურებ ძვირფასო, როდესაც ნინოზე გამოკვლევებზე დავდიოდი ხოლმე და რაღაცა და დავამთავრეთ და საბოლოო პასუხი იყო ძალიან დადებითი და კარგი და დეკემბრის სიტუაცია იყო. ნინოსთვის გამომიგზავნა ფული, რომ მიყიდა ნაძვისხე ნინოსთვის და ნინოსთვის ვიყიდე ნაძვისხე. ანუ ის შენ რომელი კომენტარიც გეგონა და რომელი ცევროები გეგონა, იმით ის ფული შენ ეტყობა გადათვალე უცბად, რომ რამდენ რამეზე მეყოფოდა? არა ძვირფასო. მე იმ ფულით არც რემონტი გამიკეთებია და მივხედავ იმის იმით კიდე რომ ლაშას მანქანა არ ვიყიდია. აი რო წერთ რო ჯიბებში, აი ეს აჯიბებში ძრომია. ბოდიში ისინი არ მაქვს რა ქვია ფურცლები როა თეთრები რა ქვია იმას. ქვითრები რო განახოთ. არავის საქმე არა ვინვის დაეხმარება. კიდევაც ვამბობ, ყველა რატო არ უნდა დაეხმარო? ოღონდ ეს უნდა გააკეთე და შენი სურვილით.
არ უნდა მომთხოვო. მე ამაზე ვიდეოებს გავაგრძელებ ნამდვილად. ამ თემაზე არა. აი რო შეხვდება ხოლმე და რაღაცა და აი რო არ ეხმარები და გაგინებს, ადამიანი გაგინებს, რატო არ ეხმარებიო და შენ ამას დაცვა უნდა, არ უნდა. და ის რო აი იმანის ვიგულისხმა, არა, თუმე ვინმეს ვიგულისხმება, აი ესე ავდგები და მაგ იმისი შნორო პირადად ვუთხრა და ველაპარაკო ისე როგორც ახლა თქვენ გელაპარაკებთ. ანუ ეს არ არის ახსნა განმარტების ვიდეო, ეს არის თქვენამდე ეს სხვანაირად ვერ მოვიტანდი იმას. იმიტომ რომ მიყურებთ. ახსნილი გაქვთ ბლოკი, ჩემთან დაწერეთ და მაინტერესებს ეს აგრესია საიდანაა გაქვთ ჩემდამე. წარსულში და ზოგადად არავინ ისეთი არ ვიცი ფიქრობ რა რომ ვისწავლიჯე ფული რატო არ ფულზე დაფეთებული რატო არ ფულზე დაფეთებული ამაში რო ფულს ვიღებ ესაა ჩემი სამუშაო სამსახურში რო ვარ და ხელფას ვიღებ ეს ჩემი სამუშაო ეგ ფულზე დაფეთება ვინმე მუშაობს მთელი დღე მაგრად მაინტერესებს მე კიდე ეხლა გაველი სადღაც რამდენიმე თვია მაგრად მაინტერესებს ვინმე მუშაობს ისე რომ ბოლოს რო იტყვის არ მინდა შედიჭირებე ხელფასი არ აღჭირდება მაგისთვის ფულზე დაფეთება ეს არის საჭიროება და არავის არ ვართ მე ნამდვილად ეს არის ჩემი სამუშაო ეს ჩემი პროფესიაა და ამ პროფესიას ზუსტად ამ პერიოდში ვიყენებ დამიწე მართლა მაინტერესებს აი წეღანაცა ვთქვი ადამიანთან რომელთანაც შეხლა შემომხლა გქონდა მიველთ ერთ დასკვნამდე შეიძლება არ მოგწონდეს ეს ერთმანეთი მაგრამ ერთმანეთს არ უნდა ვაგინოთ და არ უნდა ვაფურთხოთ ბოდიში ამ სიტყვისთვის გუშინ კიდე იმ ვიდეოში რაზეც რამდენიმე ხუმრობა ისევ ცინიზმად შესაძლეთ ეხლა კიდე შეიძლება კიდე დაუწეროთ და კიდე თავს იმართლებს თავს არა აგიხსენით ხო ეხლა კიდე შეიძლება დაიწეროს ის რომ ვის რას უხსნი და რაღაც არა ეს ჩემი მოვალეობა არის რომ ეს გავაკეთო, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩემ თავთან ვიყო მართალი. ეხლა აქ აღარ ვიტყვი რომ ფრთები მომხანეთ მეთქი და რაღაცა დიადემა მეთქი, იმიტომ რომ ისე აი მე დიადემა მოხსნეს და რაღაცა და რაღაც. დაწერეთ ჩემთან, აქ ვარ, არ დაიბლოკებით. არ დაიბლოკებით და დამერწმუნეთ არც არავინ არ გეცემათ. როდესაც ადამიანს გული შესტკივა როგორც ახლა თქვენ გგონიათ რომ სინამდვილეში ეთოს იცავთ მაგრამ შხამს ასე ბოდიში ამ სიტყვისთვის ანუ ცუდად წერთ ანუ აი ხო შეიძლება ესე რაღაცა წყობილებიდან გამოსული რაღაცა თქვა მაგრამ მივხვდი არ უნდა მეთქვა ამაზე ბოდიში გიხდით აი ესეთი რაღაცეები რო ხდება და წერთ კიდე უხერხულში აგდებთ ხო ჩემთან დაწერეთ ჩემთან დაწერეთ. არ დაიბლოკებით. და ძალიან აქ თხოვთ კიდე, როდესაც მე ვერ მიტანთ, ანუ ზოგადად ისე ვიტყვი რა, ვერ მიტანთ. რა შუაში ოჯახი. და იმას, რასაც არავის არ აქვს უფლება შეეხოს, მეც არ მაქვს უფლება, რომ ჩემი ოჯახის ამ ნაწილს შევეხო ცუდად. თქვენ საერთოდ არ გაქვთ უფლება, განამე არ გაძლევთ უფლებას, არა, ეს ხელშეუხებელია და თუ ვინმე ამ სფეროში მიქარავს, სადაც საჭიროა და ვინც საჭიროა ის გასცემს პასუხს. ეს მე თვითონაც ფიქრობ, რომ ეს ხელშეუხებელია. ამაზე გაგცემენ პასუხს, გვეტყვიან, გვეშლება თუ რა მოხდის. ჩვენ აი იმას სისულელეებზე ვიკამათოთ, რაზეც ახლა ვკამათობთ და რაზეც ახლა ვლაპარაკობთ. მართლა ახსნილი გაქვთ ყველას გეფიცები ბლოკი. ახსნილი გაქვთ ვინც ახლები ხართ. აი რა ქვია, არც დამი ბლოკი ხართ, შეგიძლიათ ჩემთან წეროთ, მაგრამ რატომღაც არ წერთ? მაგრამ რა ვიცი, აქ კიდე ბევრი წერს, ბევრის რამე დაწერა მინდა, მაგრამ აზრი არა აქვსო. ხალხი ხარებას გვილოცავს. აქ კიდე სხვა ბლოგერზე წერენ ცანცარაზეო და რა. ანუ რო კიდე რა ცუდი რა, ესა კარგი რა არის, ცუდი რა არის, იცი? აი ხა მაგალითად არის ბლოგერები რამდენიმე დღის წინაც ჩამოთვალე, ვისთანაც რატო არ უნდა მქონდეს, ანუ ეთოსთანაც რატო უნდა მქონდეს ცუდი და რაღაცა მოხდა? მოხდა, კაი. ეხლა რო სიტყვაზე მე დაუწერო ეთოს, ვუწერ კიდეც. უბრალოდ არ ვიცი კომენტარები არ მიდეს თუ რა დამიწერია. შეუძლია დაწეროს.
მე როდესაც სიტყვაზე ანუ რაღაცა ორმხრივის იქნება და რაღაცა ანუ მოხდა წარსულში, კაი მოხდა. ადამიანი უნდა მოკლა იმის გამო, რომ რაღაც აერიად სიტყვაზე ვამბობ, ხო? მე იცი რას დაწერთ. მე სხვაგან დაწერთ, რომ ისინი ერთმანეთს ეტენებიან. ხო დაწერ, აი ზუსტად ვიცი რომ დაწერთ. გამოჩნდება ადამიანი, ვინც მაგას დაწერთ. იმას ვერ იტანთ, რომ შევკამათდებით და ამწვავებთ. მე ძალიან ძნელია, მე ძალიან ბევრჯერ მithქვი, რომ კომენტარების გატარება ვიცი. მაგრამ როდესაც სხვანაირად ეხები ადამიანს, აი რო არ იმსახურებს და ისეთ წერტილს ურწყავ, ის კი არა რომ ისიმით კვდება და რაღაცა მოსდის და რაღაცა დამისვენდაც აი ეს უკან მხარ. არა, უბრალოდ აი სურვილი აქვს რომ გაარკვიოს რა. და როდესაც გამოსწორებისკენ მიდის, მივხვდა და მივედით იმ ემაზე, არა ყოფილა შემთხვევა რომ რაღაც ვიღაცასთან თქვენს რა ვიცი, გარემოცვაში გაიხედეთ. შექშლია, შეშლია, უღიარებია, გიღიარებია, მორჩა. ჩათვალეთ რომ ეს ვიდეოები იყო ეს. ამას არ აქვს მნიშვნელობა ვინ როდის, არანაირი დაჩაგვრა არ იყო. აქ იყო რაღაცა, გამწვავება და ბუმ. ეს იყო. მაგრამ უნდა დამთავრდეს, ხო? აბა რა ვისა ვქნათ, სისხლის აღებაზე ვილაპარაკოთ? ანუ ეს კაი იქნება? გუშინდელი ვიდეო იყო ეგ და რამდენიმე დაწერა, რომ თავის მართლება არ იყო ადამიანებს. არ იყო. ეხლა დღეს და ხვალ და ჩვენ ერთმანეთს დაუწერთ და მივწერთ, მოვწერთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ დამთავრდა. უხერხულობა, ამხელა ქალები ვართ და ხო სისულები. რა გვაგასაყოფი, ხო? ყველა აბსოლუტურად ყველას აქვს შეცდომის უფლებაც, შეცდომებსაც უშვებთ ყველანი, მაგრამ თავარია რომ მიხვიდე იმ დასკვნამდე, რომ კარგი, მორჩა, დამთავრდა. მაგრამ ახლა იქ დაწერთ, სხვასთან გადახვალთ და იქ დაწერთ, რომ ისინი ერთმანეთს ეტენებიან. იმიტომ რომ ესია. რატომღაც ეს რაღაცა მანიასავით არის რა? კარგად ვართ ვეტენებით, არ ვართ კარგად? ჩემზე იქ იწერება, იმაზე აქ იწერება. მე ადამიანი ხარ, ვკითხულობ, წაშლი, თან ვერ აშლი, რომ იქ კომენტარს ვინც გიწერს, შენიანია როგორ, შენი მაყურებელია, ხშირად კი კომენტარით, ეხლა რომ შენ კომენტარი წაუშალო, ცუდად გამოგივა, მაგრამ უნდა წაუშალო, ხო? იმიტომ რომ იმასთან გამოგივა ცუდად. აი ეს გაგიაზრებიათ, რამდენად რთულია? ძალიან რთულია. მე რაღაცა გავბრაზდები, მე სანამ სიტყვაზე ის ადამიანი წაშლის და მე ერთხელ ვნახე, ორჯერ ვნახე, სამჯერ ვნახე, მე ანუ იმას კი არ ვუყურებ, ვინ წერს კომენტარს. მე იმ ბლოგერზე ვბრაზდები. სინამდვილეში რომ ის არაფერ შუაშია, ხო? ზოგადად ვამბობ, ნებისმიერ ბლოგერზე იყოს. და აი ვერ მოვასწრე, ჩემთან დაიწერა რაღაცა, წავშალე რამდენიმე დღის წინ მეც კომენტარები. და სულ იმას ვამბობ, როდესაც ერთი კომენტარი იწერება და მერე სხვა იწერება და რაღაცა ეს ძალიან ადვილად მისაგნები კომენტარია. მაგრამ როდესაც ერთი კომენტარი იწერება, უნდა აგიხსნათ, იმიტომ რომ გგონიათ, რომ ადამიანი ან არ შლის, ან სპეციალურად ტოვებს. როდესაც ერთი კომენტარი იწერება და ამ კომენტარს პასუხად სხვა კომენტარი კი არ იწერება, პასუხად ეწერება სხვა კომენტარები, ეს კომენტარი პასუხად, მერე იმას კიდე პასუხი არ ჩანს. არ ჩანს ეს სახელი, ეს კომენტარები. თუ ოფიციალურად არ შეხვედი და არ ნახე. და მაგის გამო ჩემთან ალბათ 3-4 დღე ეწერა რაღაცა კომენტარები. წავშალე. მაგრამ მე რო ეხა 1 დღე შევამოწმე, 2 დღე შევამოწმე, 3 დღე შევამოწმე, 4 დღე შევამოწმე და ამ ადამიანთან ჩემზე კომენტარი წერია, მე ხო ღიზიანდები. ეს იწვევს ყველაფერს. ხო და რა ვიცი, ეს მეორედ ადამიანურად ახსნის მომენტია. არანაირი სურვილი არ მაქვს ვინმესთან შუღლი მქონდეს, ან ვინმე ვერ მიტანდეს და თუ ვერ მიტან, უნდა მითხრა რატო ვერ მიტან. დავაშავე? აი საერთოდ არ მიჭირს ბოდიშის მოხდა თუ დავაშავე. საერთოდ არ მიჭირს. მაგრამ როდესაც რაღაცას მიწერ, იმის უნარიც უნდა გქონდეს, რომ პასუხს მიიღებ, მაგრამ პასუხს ადამიანურად და არა უზრდელურად. ეხლა მითხარით თუ ამაში ვტყუი ვარ. მითხარით თუ ტყუი ვარ და თქვენც მოგიხდით ბოდიშს. აი მართლა ვფიქრობდი ამ კომენტარების წაკითხვის შემდეგ, მართლა ვკითხო, რომ ანუ
არ მეწყინა, არც მეთკინა, აი დამაფიქრა, მათხოვრული წარსულს ვერ მივხვდი. ძალიან დიდიც არა ვარ, რომ ძალიან რაღაცა გრძელი წარსული მქონდეს და რაღაცა მომენტი ვერ გავიხსენო. არა, მე აი ბაღში მისulis დღი და ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. ძალიან კარგად მახსოვს. და ეგ მომენტი ვერ ვიპოვე. არც ის ფულზე გაგიჟების მომენტი ვერ ვიპოვე. და ეს ფულზე გაგიჟების მომენტი შენ ნახე, შარშან, უბრალოდ ამდენი ხანი სად იყავი? როგორ ამდენი ხანი ვერსად ვერ დაწერე ეს? ეს გაქვს ნანახი და სავარაუდოდ გადაწყვიტე, როდესაც რამდენიმე დღის წინ 3 ეგრეთ წოდებული მათხოვრული ვიდეოების ისინი ჩავწერე, აი მაშინ თქვი, რომ ეხა ჩემი დროა. მართალი ხარ, ეგ კომენტარი იყო, არსებობდა. უბრალოდ შენ დაგავიწყდა, რომ სანამ ის კომენტარი დაიწყებოდა, მანქანა უკვე შეცვლილი ჰქონდა და რემონტი დაწყებული ჰქონდა. გაიგეთ? აი ასე იყო. და კიდევაც გეუბნებით, რა ვიცი, რაღაცა გინდათ, ჩემთან დაწერეთ. საერთოდ ნინო წამალთა დარეკა რა. აი დაწერეთ, არ ხართ დაბლო, ადეკვატურად დაწერეთ. ნუ გადადიხართ შეურაცხყოფაზე. არ შეიძლება. კარგი ხო? მოდი აქ გავჩერდით და თქვით, გუშინ ვიყავით გაბრაზებულები, გუშინ წინ იმის წინ, ხო დავწყნარდით. ანუ ხო შეგვიძლია საუბარი, დავიჯერო ოჯახის წევრი, რომელიც ხო არის ბავშვზე გაბრაზდები, იქ გაბრაზდები და რაღაცა, აი მეც ბევრჯერ მითქე ჩემს გუშინაც უთხრა რაღაცაზე, რომ ბარბარეს რომ აი რაღაცას ვერ წახვალ. გადამიარა. ანუ არასდროს მართლა ვერ არ გაუშვებდი თუ რა. ეს მომენტი ხო გვაქვს. მე რა რომ მე ვერ გხედავთ და თქვენ მხედავთ. ხო ჩვეულებრივი ადამიანები ხართ იმ კლავიატურის იქით. დაწერეთ. დაწერეთ ის დაწერეთ, რომ შეგეშალა ხო რაღაცა, მაგრამ აი ხო კაი რაღაცა. დავამთავროთ. იმიტომ კი არ ვიმაშვები ახლა, რომ როგორც გუშინ ჩვეულებრივ ვიდეოზე, ესეთ ვიდეოზე დაწერეთ, რომ ახსნა განმარტებას არ ვიძლევ. ძალიან დავიღალი ამ მიტან მოტანებით და ამ ქიშპობით, აი მაგრა დავიღალე რა. წეღანაც გითხარით, მიუხედავად იმისა, რომ აი მე რაც ცივცხვილი გაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ვერ გხედავთ, ვერ მხედავთ და ვერ გცნობთ და რაღაცა, ასეთ რაღაცას წერთ, თან არ იცით. აი ამაზე ეს აგიხსენით. დაინახეთ რაღაცეები, კი მართლები ხართ, იყო ეგ კომენტარიც იყო, ეგ მოწერაც იყო, ეგეც იყო. მე მაშინვე ვთქვი. აი მაშინვე ვთქვი ეგ. ისე რომ შენ დაგაგვიანე მე თვითონ ვთქვი. და კიდე რაღაცები ვერ დააკავშირე. არ ვიცი, ეხლა ვფიქრობ, რომ ანუ კი რაღაცა და ხარჯი არის და თურქეთში ვაკეთებ ყველაფერს, რომ აი ამით, არ ვიცი, როგორც ფულზე დაფეთებულს ამბობ, ამით და სამსახურით და ხის გოგოების შეკვეთები, რომ გავაკეთე და რაღაცა და მოვაგროვე ფული, რა ვიცი, გინდა ფულზე დაფეთებული მეძახეთ რაღაცა, მოვაგროვე. და ამით მივდივარ თურქეთში, ცეკვიდან. მაგრამ კიდე დავფეთდები, კიდე მოვაგროვებ და რო ჩამოვალ, 2 ოთახი გვაქვს გასაკეთებელი და დამერწმუნეთ, რომ ისევ ჩვენით გავაკეთებთ. ისევ ჩვენით გავაკეთებთ. და თუ სადმე რამე კომენტარს ნახავ, გამაგებინეთ. იმიტომ რომ მე ის კომენტარი ჩემთვის არ დაესქრინათ, მე ვერ ვნახავდი და ეხლა რომ შენ კომენტარი რომ ვნახე ეს ევროებთან, იქ ევრო ეწერა და ზუსტად ევრო გაქვს შეც ნახსენები. მე რომ ის დღემდე არ მენახა ის სკრინი ვიღაცას არ გამოეგზავნა, მე ვერ ვნახავდი. და დღეს შენ კომენტარს პასუხს ვერ გავცემ, იმიტომ რომ არ მეცოდინებოდა რაზე ლაპარაკობ. მაგრამ ზუსტად ვიცი იმ კომენტარზე ლაპარაკობ. ასე რომ იმედია ბოლომდე მისმინეთ, იმათაც ვის უნდა მისმინონ, ვიზეც მქონდა ეხლა ლაპარაკი, მართლა არ ვარ გეფიცებით, მართლა არ ვარ არავიზე გაბრაზებული. უბრალოდ აი ვიფიქრე და მინდოდა რომ ჩამეწერე. ძალიან მაგარი არის, როდესაც ადამიანი რაღაცას აგვარებს ლაპარაკით და არა თვალების ამოჩიჩქვნით.
აი გულში დაფიქრით და თქვით, კაი, მე ვიყავი გაბრაზებული, მე მომივიდა ზედმეტი, თქვენც იყავით გაბრაზებული რაღაცა, აი როდემდე უნდა გაგრძელდეს ერთმანეთს ვაფურთხოთ? ბოდიში ამ სიტყვისთვის, ანუ ესე, ანუ ეს კაი იქნება? არ იქნება კაი. და თუ ჩემზე რამის დაწერა გინდათ, დაწერეთ ჩემთან, ნუ გააყენებთ ადამიანს უხერხულ მდგომარეობაში. ჩემთანაც რო იწერება და როგორც კი მივალ იმ კომენტარამდე, ის კომენტარი იშლება. მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა რომ სიტყვაზე ვაწყენინო იმას, ვინც წერს და მეორე მომენტში არ მინდა ვაწყენინოს ვიზეც იწერება. შეიძლება იმ ვიღაცასთან მე არ მქონდეს ის, მაგრამ არ არის ლამაზი, ხო? რაღაცა საიტყვის ადამიანი და ერთი სხვასთან დააკავშირებს, მეორე სხვასთან, მესამე სხვასთან, მეოთხე სხვასთან. არ არის ეგრე. მინდა კონკრეტულად ადამიანზე ლაპარაკი, აი ესე ავდგები და პირდაპირ ვიტყვი. ნამდვილად არ გამიკვირდება და არც დასამალი არ მაქვს რამე თუ ვინმესთან რამე ის მექნება. ხო ხვდებით, უხერხულ მდგომარეობაში ვცვივდებით. შეიძლება თქვენ არ გაინტერესებთ, მაგრამ თუ ელემენტარული მე არა, მაგრამ იმ ადამიანს ცემთ პატივს, ჩემთან დაწერეთ და ის უხერხულ მდგომარეობაში აღარ ჩავარდება. იმიტომ რომ სანამ მასთან ის ერთი ტელეფონი მივა და ნახავს და კომენტარს წაშლის, ჩვენ უკვე ვნახეთ ის კომენტარები და შეიძლება კიდე ვაიმე აგე იმაზე ჩემთან, ჩემზე იმასთან ისეთი კომენტარები დაიწერა და ვაიმე და ესეთი ის სინამდვილეში ის ყველაფერი შუაშია და თავიდანვე აი ესეთ რაღაცებზე დაიწყო ეს ყველაფერი. ის შილის დადგმა და რაღაცა კიდე სხვა თემას ეხებოდა და თქვენ ნუ გამოიყენებთ, იმიტომ რომ არ იცით რას ეხებოდა და თუ იცით კიდე თქვენც ჩემთან დაწერეთ. რა ვიცი. ორი დღეა ვცდილობ, რომ დავამთავრე. არა, ისედაც დავამთავრე. უბრალოდ აი ეს თქვენ 3-4 ადამიანს მაინტერესებთ, ეს ამდენი აგრესია საერთოდ. და კიდე იმას ვამბობ, ვიღაცა რომ რაღაცას დაწერს კომენტარს, ეგრევე იტყვით, რომ ეს იმისი დამცველები და აგრესია ისევ გადმოდის ვლოგერზე. ჩვენ არავის, არც ერთი ვლოგერი თავის მაყურებელს არ მიუთითებს სად რა წეროს, ვისთან რა დაწეროს და რა გააკეთოს. ანუ მაშინ უნდა გაუკონტროლო YouTube-ი, ხო? მაშინ უნდა გაუკონტროლო Facebook-ი და რა ყველა სოციალური ქსელი, ანუ მეტი დრო არა გვაქვს. არ არის ლამაზი. დავამთავროთ აქ, მორჩეთ. ვიღაცა გაიხსენ, რა ვიცი, ვიღაცამ რაღაცა საოცარი წარსული გამიხსენა და ვიღაცა რაღაცას გაიხსენებს. მერე ზიხარ და იმტრევ ტვინს რა იყო? იქ 2 წლის წინ. 2 წლის წინ თუ იყო და ჩვენ დავამთავრეთ, თქვენ რატო არ ამთავრეთ? ყველაფერს აქვს დასასრული, ხო? ჩვენც რას ამბობ, ერთმანეთი დავხოცეთ, ჩავჭამეთ და რა ვიცი. ხო, არ არის ლამაზი. და კიდე იმას ვამბობ, როდესაც არ მოგწონთ, მე არ ვამბობ, რომ უნდა მოგწონდეთ. რატო უნდა მოგწონდეთ, ხო? მაგრამ ისიც ვერ გავიგე, რატო ეს აგრესია საიდან აქვთ. მაგრამ როდესაც ვიღაცა არ მოგწონთ, რა შუაშია იქ? ცოლი, დედა, დედამთილი, მამამთილი და ასე შემდეგ და ბავშვები მით უმეტეს. და იქ ყველაზე მთავარს კიდე, რა ვიცი. მარტო ჩემი ოჯახის წევრები არიან მონათლულები? ეს ხო სისულელია, რაზეც ლაპარაკობთ. კიდევაც ვამბობ, თუ რაღაცა ამ სფეროში შემეშლება, თქვენზე კარგად სხვა ვიღაცა მომკითხავს ამ სფეროში. დანარჩენზე ვისაუბროთ, რაზეც საუბარი შეიძლება. აი ვინც წეღანი ვილაპარაკე, დაწერეთ, მართლა გეუბნებით, აი არც ერთი არ ახართ დაბლოკილი კიდევაც არც ერთი 5 კაცი ვთქვი, რომლებიც მანდ წერდით, სავარაუდოდ შეიძლება წაშალოს ეთონ კომენტარები, იმიტომ რომ ძალიან აგრესია იყო თქვენგან და აუცილებლად წაშლის, იმიტომ რომ სხვა ვლოგერიც ყავთ იქ ნახსენები და არაფრით არ შეიძლება კიდევ უხერხულობაში აგდებთ, ჩემთან გადმოდით და დაწერეთ. ოღონდ ძალიან აქ სანამ დაწერთ, მართლა დაფიქრეთ, ანუ ღირს ეს აგრესია, აგრესით არ გიპასუხებთ, არც იმით და არც ამით, იმიტომ რომ მართლა დავეღალე. ეხლა მაიამ წერდა რომ მალადეც შენ ნერვებსო. ანუ ამხრივ, ანუ
ძალიან ძნელია ხა, მართლა ძალიან ძნელია. ეს ადე ვიდეო ჩაწერე და იყიდე ბოდიში აბსტონს და რაღაცა იგი არ ხდება. რაღაც მომენტში ატარებ კომენტარს, ატარებ, მაგრამ ვიღაცა რაღაცას რო დაწერს ხოლმე ისეც აი საერთოდ რო აი ხელშეუხებელია შენთვისაც კი ამაზე საქმის გარჩევა არ არის, ეს საქმის გასარჩევი ვიდეო არა, ეს არის საუბარი, წეღარ მილიონჯერ ვიტყვი ალბათ კიდე და ძალიან გამიგძელდა და არ მინდა რომ ციგზე ვიდეო ყოფილიყო რა სულად. ნუ დაწერთ, ნუღა დაწერთ, დავამთავრეთ. ჩვენ დავამთავრეთ, თქვენ რატო იმაშვებით? ჩვენ თავს არ იმაშვებით, რა ქვია, ვიმართლებთ რაღაცა. წეღანაცა ვთქვი, უშეცდომო არავინ არ არის და ეხლა არა ვდგავარ და თავს არ ვიმართლებ. რაღაცაზე გავღიზიანდი, რაღაცაზე გაღიზიანდა, რაღაცაზე გაღიზიანდი შენს? ავფეთქდით? უნდა დავამთავროთ. თუ უნდა ვიაროთ ესე და შხამოთ ერთმანეთი, აუ რა მაგარი იქნება რა, ესე ყოველ დღე ძალიან მაგარი. აი მართლა მაინტერესებს ეს აგრესია ვიღაცა რო არ მოგწოს რა. ანუ რაღაც ვიღაცა მე არა მაქვს აი არც ერთ ადამიანზე არ მაქვს ეგის რომ აუ ამას ვერ ვიტარო რო თქვა. ან ესეთი. რატო უნდა ვთქვა? რატო უნდა ვთქვა? რატო უნდა მქონდეს კონკრეტულ რა ვიცი, აი თქვენზე აგრესია რატო უნდა? არა მართლა არა, უბრალოდ აი არც გამებრაზ, აი გამიკვირდა. იმიტომ კი არა რომ ვაიმე, როგორ კაცო ამ 4-5 ადამიანს არ უყვარ ვარ? რატო უნდა გიყვარდეთ? მაგაზე არა მაქვს, მაგრამ ეს აგრესია რატო? ძალიან ადეკვატურ პასუხები არის, კომენტარები არ იფილტრება ჩემთან და არც გაიფილტრება. ყველას დავუშვებ აბსოლუტურად უბრალოდ. მარტო დღეს არა. ამის შემდეგ. იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ სხვა გზა არ არის რა. ანუ ამით უნდა დაიცვა შენი არხი და შენი თავი და მე ეს ურთიერთობა ამით უნდა გააგრძელო. სხვებთან რო გქონდეს კაი ურთიერთობა, რომ როდესაც რაღაცა ცოტა გადაბრუნებული მოვა, ნამდვილად აი საერთოდ არ მაინტერესებს კი არა, საერთოდ არ ვფიქრობ, რომ სადღაცაც რო გადაბრუნებული ვინმესთან რო ჩემზე კომენტარი დაიწეროს, ზუსტად ვიცი ხა რასაც უყურებ ეს დღეებია, რომ ის ბლოგერი არაფერ შუაში არ არის. და ჩემთანაც თუ ვინმეზე რამე დაიწერება და რა წამსაც ვნახავ, იმ წუთას თუ იმას შეეხება წაიშლება. და თუ მე კონკრეტულად ვინმესთან რამე ის მექნება, ანუ ჩარევის გარეშე და ხალხის garaშე და იქ ვითომ ის სადაქალოსი და ვითომ დამცველებს რო ახსენებთ რაღაცა, აი ძალიან კარგად შემიძლია ყველას garaშე პირადად ადამიანთან საუბარი და მოგვარება იმისი რა უთანხმოება ქონდა და ამის გაბათილება, ძალიან კარგად შეგვიძლია. ასე რომ ჩემთან დაწერეთ, მართლა გელოდებით ამ ვიდეოს შემდეგ ნული აგრესიით. იმედია კარგად ახსენი ის თქვენი კომენტარები, რა დრო დაიწერა, რა იყო და როგორ იყო და თუ გაინტერესებთ კიდე, ხო არ დამიწეროთ რომ ნეტავის რას უხსნი და რაღაცა, არა, ეს არის ჩემი მოვალეობა, აუცილებლად უნდა ავხსნა თუ ვიღაცა გაუგებარ სიტუაციაშია, იმიტომ რომ ეს ესეთი პლატფორმაა. მოითხოვს. მაშინ თუ არ ვაპირებ არაფრის ახსნას, თუ არ ვაპირებ კომენტარების გაგებას და კომენტარების გააზრებას და რაღაცა, საერთოდ გავთიშავ, ხო? მაგრამ მე რა იქნება ეს? ურთიერთობა იქნება, ან კაი იქნება ეს? ანუ ეხლა დავდე ვიდეო და კომენტარები გავუთიშე. კაციშვილი არ მოგხედავს და კაციშვილი არ გიყურებს, იმიტომ რომ შენ არ თმე უფლებას, რომ ეს ორმხრივი იყოს რა. აი სადაც შეხვდება თუ ვინმე ხართ, რომელებიც ხართ დაბლოკილი. მომწერეთ და ახსნით. იმიტომ კი არა რომ ვაიმე სახვეწარი ნეტა შენ და რა. არა, მე მინდა რომ ახსნათ. და ეხა შენ არ შეგეხვეწებიო რომ არა, მე მინდა რომ აუცილებლად და აი თუ რაღაცა რავი დედის გინებაზე არ გადმოღათ არ დაბლოკავთ. კიდევაც მომობ, ჩემთან მარტო ისინი არ წერენ, ვინც ეგრეთ წოდებულად რომ ამბობთ ხოლმე ტარს გიკრავენო.
გადახედეთ ვიდეოებს, რამდენია რომელიც რაღაცაში მეწინააღმდეგება, რომელიც რაღაცა არ მოწონს, რამდენია რომელიც რაღაცას გირჩევს და შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ რაღაცა. ანუ ხო ხდებით. მაგრამ როგორც კი ეგ დაიწყება, მივიდა თავპირ ჩამოვკაწრო. ხო არ ხდება ეგეთი რამე. ამიტომ აი მართლა გელოდებით არა იმიტომ რომ პოლემიკაზე დაიწერა რაღაცა არ არის ეს პოლემიკა ეს ერთი რო საუბრობს მე მეორე მუთა თქვას მე მესა უბრალოდ რაღაცა დასკვნამდე ხო უნდა მივიდეთ თქვენ და მე რატო ვერ ვიტანთ ერთმანეთს ხო ეს დაგეშტობებით მართლა არ მინდოდა ამ სიგრძე ვიდეო გამოსულიყო კარგად იყავით დღევანდელ დღეს გილოცავთ კიდევ სხვანაირად მინდოდა დამეწერა მაგრამ მოვივლი და ეს კომენტარები ვნახე დავფიქრდი რომ აუცილებლად უნდა ჩამეწერა ეს ვიდეო იმედია გაიგებთ და ისევ იქ არ დაწერთ რომ კიდე თავს იმართლებს მე ესეთი საუბრები მიყვარს რაღა დაგიმალოთ და მიყვარს იმიტომ რომ ესეთი საუბრებით ჩნდება ურთიერთობა. ხო? ხო არის მასე. უბრალოდ ცუდია თქვენთვის ის, რომ მე ვსაუბრობ და თქვენ წერთ და წერა ცოტა არ იყოს გეზარება ადამიანს და მეც მეზარება ხო. ძალიან ბევრჯერ მიგვიქარია მეც იმასაც, მაგრამ ანუ რა ერთმანეთს აფლა უნდა გავუთხაროთ? მაგნას ხნამდე ხო უნდა მივიდეთ. იმიტომ კი არა რომ ვაიმე ახლა რაღაცა თავს იმართლებს და ისაწყლებს არა. საერთოდ არა. თორე არ შემეც რომ ახლა მიდი რაღაცა ისევ და ირონიას რო ეძახით და რაღაც მომენტში რო ხუბრობ ხოლმე და რაღაცა. ხო, ცანცარასთან დაკავშირებით კიდე რა ვქნა? აბა რა გავაკეთო? ვიგინო? იქ მე ცანცარება თუ ცანცარებ თუ ხუმრობ თუ რაღაცა მე ესე მომენტში შეიძლება იმ გუნებაზე არ ვიყო, მაგრამ იმ მომენტში ის მჭირდება, რომ თუნდაც გამოვიკეთო გუნება, ამით რას ვაშავებ. რამდენჯერ გაღიმებიათ ჩემ სიტყვაზე, ხუმრობაზე და რაღაცაზე ადამიანს. იმდენი სიხარული თქვენ. იმდენი სიხარული ყველას. თუ ამითაც ვაშავებ, ესეც დამიწერთ. წაველი ახლა მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით სავარაუდოდ ხვალ ამ დრომდე. კარგად ბედნიერ დღეს გისურვებთ, გახარებულები იყავით, ბედნიერები, გაბედნიერებულები ოჯახში გასხივოსნებულები იყავით ყველანი, დიდიან პატარიანად. ქმრიან, შვილებიან, ცოლებიან ყველანაირად. თქვენს ოჯახიდან მარტო სიხარულის და ბედნიერების ხმები ისმოდეს. წავით ახლა მომავალ ვიდეომდე. მართლა მინდა რომ დავამთავროთ ეს ყველაფერი, მართლა მინდა. და არ დამიწეროთ რომ ახსნა განმარტებას, ნუ არა. ეს ჩემი მოვალეობა და არც საქმის გასარჩევი ვიდეო არ არის. თუ ვინმე დაწერს კიდე რომ აუ საქმის შენ არხზე შემოდიოდიო და აქაც საქმის რა ვთქვა ყოველთვის ერთი და იგივე ვიდეო ხო არ იქნება. ყოველთვის რაღაცა ვერ დავხატავ, ყოველთვის ვერ ვიცანცარებ, ყოველთვის ვერ ვიხუმრებ. რაღაც სფეროში ხანის არის რაღაცას ხო? ანუ იმ მომენტს ნუ უყურებ შენ თუ ადგილს არა? იმ ვიდეოს ნუ უყურებ. ეს რომ ისჯილი არავის არ აქვს. არ გინდა ნუ უყურებ. არ მინდა არ ვუყურებ. თვალებზე ხო არავინ არ მაფარებს. რა ვიცი. წაველი მართლა კარგად იყავით და მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. აბაჰე. ბოდიში დიდი ვიდეოსთვის, მაგრამ რა ვიცი, სხვანაირად ვერ ვქენი რა. იმიტომ რომ მართლა მინდა რომ მოხვიდეთ და დამიწეროთ, აი ზუსტად იცოდეთ რომ არავის არ მივცემ იმის უფლებას, რომ ჩემს გარდა ვინმე პასუხი გაგცეთ. არავის. იმიტომ რომ მე თქვენ გესაუბრებით, თქვენ მე მესაუბრებით და ვისაუბროთ, ვილაპარაკოთ, ნახოთ, აბა მივალთ თუ არა ერთ დასკვნამდე რომ აღმოჩნდეს რომ საერთოდ არა გვაქვს ერთმანეთის მიმართ შუღლი და რაღაცა და ვიღაცის წენის და წენის გამო ერთმანეთი დავხოცოთ. რა ვიცი, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ დამთავრდება. იმიტომ რომ აი დავიღალე რა,
დავიღალ, მართლა დავიღალე. და არა მარტო მე. დავიდი ახლა, აბა, კარგად იყო.